დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარი იქნება ჩემი მეგობარი და განსაკუთრებული ადამიანი მოდის სფეროში. ძალიან მიყვარს მასთან საუბარი და მისი სტუმრიანობა ყოველთვის განსაკუთრებული არის, რადგან ძალიან ბევრი აქვს ხოლმე მოსაყოლი და ძალიან კარგ რჩევებსაც გვაძლევს. დღეს ვისაუბრებთ შემოდგომა ზამთრის ტენდენციებზე მოდაში. როგორ შევადგინოთ საბაზისო გარდერობი, რა ფერები არის აქტუალური და ყველა ის თემა, რაც მე მგონი ყველას აინტერესებს ყოველთვის. მინდა ეთერში მოვიწვიო ავთანდილი, ავთო ცქვიტინიძე, რომელიც ძვლებს გამოვიჭირე საქართველოში, იმიტომ რომ სულ მოგზაურობაშია ბოლო დროს. კარგად, ძალიან კარგად. იმით რომ ფანტასტიურად გამოიყურები. ფანტასტიურად. მუშაობ რომ ამიყვანო სააგენტოში, ასაკოვან მოდელი. მე მგონი აღარ გჭირდება მეტი მუშაობა. მოდი, იმით ხარ დავიწყოთ საუბარი, რომ ჯერ რა მოხდა შენ ცხოვრებაში. ყოველთვის ფანტასტიურად გამოიყურებოდი, მაგრამ რაღაცა -10-20 წელი. რამე სიახლებია მოგვიყევი. ყველა ადამიანი პერიოდულად განვიცდით რაღაც ემოციებს, როცა გინდა რომ შენს თავში რაღაც შეცვალო და როცა ძიებაში ხარ. კი ბატონო. ყოველთვის ყველაფერი სინთეზში უნდა მოიყვანო და აი მე მაგ ეტაპს გავდივარ, იმიტომ რომ საკმაოდ კრიზისულ ასაკში შევედი. ანუ კიდევ ერთი ნაბიჯი უფრო ასაკისთვის შენ ჯერ ადრეა და მინდა რომ ვიყო ძიებაში და ეს რა თქმა უნდა ყოველთვის აისახება ვიზუალს. პირველი კითხვა რაც გამიშთა მივხვდი რომ ეთერში არ უნდა დავსო, მაგრამ აუცილებლად ეს გარკვევი თუ აგარი შევინა როცა იწყებ ამ პერიოდში სიახლის ძიებას, იწყებ დატესტვას, ვთქვათ ისეთი რაღაცების, რაც არ გაგიკეთებია, მაგალითად მაგალითად არტ ობიექტები. რა თქმა უნდა, ჩემი განხრით. ეხლა ძალიან მინდა რომ ვიცეკო და ანუ არ შემწყვეს. დრო დაუთმა საკუთარ თავს მოგალეთ ხო? და ვიარო ისეთ ქვეყნებში, სადაც არ ყოფილ ვარ და მივიღო ახალი ემოციები და ეს ყოველთვის პირდაპირ მოქმედებს შემოქმედებაზეც, ინსპირაციაზეც. აუცილებელია. ყოველთვის გჭირდება შევსება. კი ბატონო. იცი რა, მე გავამატებ ობიექტების და ცეკვის მიღმა, ოღონდ შენ საქმეს არ წყდები, ხო? მთავარი ეს არის ამით აგვაიმედე. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ესეთი მუდმივი დამოკიდებული ვარ ამ საქმესთან. მაქვს პერიოდული ბრძოლები, მაქვს ისიც რომ აი აღარასდროს აღარ გავაკეთებ ანსაცმელს და გადის ერთი კვირა. კი და ჩამოვდივარ და აბა რას ვაკეთებთ ახლა? ეგ ფიქრი რას მოაქვს, რომ აღარ მინდა. იცი რა არის, როცა турბულენტურ პერიოდში ხარ, ჯერთი თუ შემოქმედი ხარ, ყოველთვის ბრძოლაში ხარ. ყოველთვის კრიზისის პერიოდებიც არის ხოლმე. აი რაღაცა უკმაყოფილების შეგრძნება გინდა სხვა გამოგდის სხვა, მაგრამ იმ რაც გამოგდის იქიდან გინდა რომ მე აი სხვა ინსპირაცია მიიღო და რაღაცა წამოიღო. ასე რომ თუ ძიებაში ხარ, მოკლედ უკვე კარგია რა. ძალიან კარგია. ეხლა აუცილებლად უნდა გადავიდეთ თავარ თემაზე, რაზეც მოვიწვიეთ ავთოსასაუბროთ და ბევრი ქალბატონი გვიყურებს და ყველას საინტერესებს შენი რჩევები. აი მოკლედ ვკითხავ, შემოდგომა ზამთარზე რა არის ტრენდი? რა გავითვალისწინოთ, რა ფერებია და როგორ შევადგინოთ საბაზისო გარდერობი მინიმალურად? წინა მოსვლაზე ძალიან მალე იცვლება დამოკიდებულება მოდის მიმართ. პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე თუ რა ტიპის აბსოლუტურად. აი ეს პერიოდი, როცა აი რაღაცა კორნერების პერიოდი იყო, რაზეც წინა გადაცემაზე ვისაუბრეთ და იყო მოდა ცოტა ისტორიულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩართულობით იყო მარკეტინგი და ძალიან მუშაობდა და აი ყოფდნენ ქორებად, ხო? ესეთი ყველაზე
დიდი პერიოდი ქონდა აი ამ old money-ს, ანუ ეს რამ გამოიწვია, მაქსიმალურად სადა სილუეტები, იმიტომ რომ ადამიანს სადღაც ეზარებოდა კიდე აი ამდენი ფიქრი, რომ აი ყოფილიყო აი რაღაც განსაკუთრებული, განსხვავებული, მე მთლიანად არ ვეხები, მოდის მიმდევრებს არ ვეხები, მაგრამ დღესდღეობით უკვე ვეღარ ვიტყვი რა ტიპის შარვალია მოდაში, იმიტომ რომ გვაჩვენეს დიზაინერებმა და გამოვიდა ტენდენცია სლიმი შარვლის, სადაც ძალიან ფართე შარვლის, სადაც დაბალსათავიანიც, მაღალსათავიანიც, ოდნავ შლაქსი, ერთადერთი რაც იგრძნობა დავიწროება სილუეტების. კი ბატონო, უფრო ქალური გახდა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ჯანმრთელობას. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე უვლის განსაკუთრებულად ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ხო? აი ამას დავაკონკრეტებ, ძალიან წამოვიდა. უხეშად ვიტყვი, არ მიყვარს ეს სიტყვა, პიარდება. ანუ გვაწვდიან, რომც არ გვინდოდეს. თითქოს, ანუ აი შენ გინდა, რომ აი კარგად გამოიყურებო და სწორად იყვებო. რა თქმა უნდა, პირდაპირ, ჯერ ძალიან დიდი დოზით იყო ოვერსაიზი. კი ბატონო. ესეც რაღაც მანიშნებელია იმის, რომ აი თითქოს ადამიანებს უნდა და თავისუფლება არ უნდა და აი unisex-იც არა? კი, ანუ იქ ძალიან ბევრი ბრძოლები იყო და ნუ რა თქმა უნდა აიტაცა ეს ადამიანებმა დღესდღეობით შენ უნდა იყო ინდივიდუალური. წამოვიდა წინ პერსონა. ანუ დღეს შენ გაფასებენ როგორც ინდივიდს. შენ დღეს ვეღარ იტყუები, ანუ არ ხარ კონკრეტული მიმდინარეობის ადამიანი. ანუ დღეს ჩაცმულობა ნამდვილად გამოხატავს ადამიანის პიროვნებას, ხო ის დრო არის დამკარი, რომ დღეს შენ ვერავინ ვერ გეტყვის, რომ აუ ეს რომ სად არის ჩარჩენილი. ყველაფერია მოდაში თუ რა გულისხმობ, აი ჩვენ მაყურებელს მაყურებელს შეუძლია კარგად ესე დაალაგოს გარდები ტონალობის მიხედვით. ჩევები კონკრეტული. რა ტონალობას გულისხმობ, რომელ ფერებს? ბუნებრივი ტონალობა მაინც ისეთი დომინანტია ამ შემთხვევაში. ნელ-ნელა შემოდის ესეთი დავიწყებული პრინტი. პრინტი, ოღონდ დაცული ტონალობით. ეს არ არის ამოვარდნილი ფერები, არ არის ესე ხელოვნურად შექმნილი ფერები, რაც ბუნებაში არ არის. და თუ ვთქვათ, გვაქვს ოვერსაიზი პიჯაკი, თუ ყველაფერს გამოყვანილს ჩავიცმევთ, ამ შემთხვევაში, ოკეი, დატოვეთ გარდერობში, თუ შეიძინეთ უკვე დიდი დოზით ეს პიჯაკები. შეგიძლიათ ჩაიცოთ და მე ესეც მოდ რაც გვიყვარს და გვიხდება ყველაფერი. ნახეთ დაბალანსება არის აქტუალური. ხო, ბაგიები, ბაგიჯის და ოვერსაიზი. დიდი და კიდე დიდი. ძალიან დიდი ხარ. და გაინტერესებს და მივყვებით, რა თქმა უნდა, ეს ხო, მაინც ფუფუნების საგანია. ეს არ არის რაღაცა ესეთი მოხმარების, საჭირო მოხმარების მიმდინარეობა, ხო, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, მაგრამ ყველას უნდა რაღაცა გაპრანჭვა. და დღეს უკვე როცა დაიწყებ, ვთქვათ, აი ცნობიერების გაღრმავებას აი ამ სფეროში, მიხვდები, რომ ვა, რაც მოდაშია ყველაფერი მაქვს გარდერობში. აღმოჩნდა, კი. ახალი და ახალი თაობა ძალიან ბევრს ეძებს 60-იანი, 70-იანი წლების ტანსაცმელს, იგივე ვინტაჟურს, მეორად ტანსაცმელს და სხვათა შორის, რაც კარგია, მე ესე ვფიქრობ, ახალი თაობის ახალგაზრდები არ არიან ჩაციკლული აი ამ სტატუსურ ტანსაცმელს. ისინი შინაგანად იმდენად თავისუფლები არიან, რომ აი ვთქვათ, აი რამე ბრენდი და ძვირადღირებული ნივთი არანიჭებს მას, ანუ არ უნდა რომ მოიტყუოს თუ ამ სეგმენტს არ მიეკუთვნება. ძალიან ბევრი ადამიანი როცა ვიზრდებით, ან გვინდა რომ რაღაცა შტაბეჭდილება დავტოვოთ TikTok-ოს ამ სტატუსში ვართ და სინამდვილეში შეიძლება არ ვართ. ანუ ეს ნელ-ნელა სადღაც უკანა ფონზე მიდის. იცი რა მინდა გკითხო? აი იმ ადამიანებს რა რჩევას მისცემ, რომლებიც აი ეხლაც კი ეძებენ თავიანთ სტილს. ან როგორ უნდა ჩამოუყალიბდეთ ეს თავიანთი სტილი? აი ამ ყველაფერი უნდა ცადო.
აი გავიღვიძე რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე და ჩავიცვი ისე, რასაც არ ვიცმევ. უნდა სცადო. გაერთე სარკესთან თუ დრო გაქვს და ჩაატარე ყველანაირი აბსურდი, სადაც მარტო შენ ხარ. გადაუღე ფოტოები. ერთი კვირის მერე ნახე. აჰა. საინტერესო ექსპერიმენტი. თავიდან გადაალაგე. და ის სადღაც რაღაც საინტერესოს აღმოაჩენ, იმიტომ რომ ხარ ხოლმე დღეს ისეთი დროა, რომ ფოტოებს ვიღებთ თუ ვიდეოებს ვიღებთ, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში დავდოთ, 100 ჯერ ვამოწმებთ, ხო? იქამდე მივედით, რომ უკანა ფორნის სკამი ასაღებია და თავიდან ვიღებთ ფოტოს, ხო? აქტიურად როგორ ჟურნალისტის ვიღებთ ესეა უკვე. კი ბატონო, აი ახალი მოდის ჟურნალი გვაქვს საკუთარი ჩვენს გვერდზე და ვაშუქებთ იმას, როგორიც გვინდა რომ ადამიანებმა დაგვინახოს. ხო, რა საინტერესოა ეს სხვათა შორის ესეთი საინტერესო ეპოქაა, იცი? ანუ თუ ადამიანი არ გიცნობს, შენ შეგიძლია მოიგონო შენი ისტორია და ერთგვარი ითამაშო. მაგრამ ხშირად მსმენია რომ ეს ყველაფერი ხანდახან არის ყალბი. და არ არის ნამდვილი. ნახე ისევ ახალ თაობას დავუბრუნდები, ნახე რა შემოვიდა და რას აქვს უფრო მეტი ნახვები. ძალიან ბუნებრივ სიუჟეტებს თუ ეგრეთ წოდებულ rilsებს. ხევანდელ დღეს ძალიან უბრალოდ. როგორ გითხრა, არა გამოთლილ ფოტოებს. არა ძალიან დავარცხეს. დღეს უფრო დოკუმენტური სქემა აინტერესებს ადამიანებს. შავი მასალა, რასაც ჩვენ ადრე შავ მასალას. აი დაუმუშავებელი ფოტოები ცოტა ნაოჭი, ცოტა დაუმუშავებელი ფოტოების გარდა ჩემი დაკვირვებით ამას ყველგან ყვები, აი როდესაც აი reels ეგრეთ წოდებულს თავს დავაკლავ მუსიკაზე ტაქტში და მეც ძალიან ლამაზი ვარ და ყველაფერი ნახვა აქვს რაღაცა ნუ აი არ ვიცი 10000 აი ძალიან ძლივს მიდის და თუ კი ვდებ ვიდეოს, სადაც წარწერა აწერია, რომ აი რა ხდებოდა backstage-ში და იქ ავყირავდი წავიქეცით, მამეწეცა და ასე შემდეგ, იმას მართლა 10000-ობით ნახვა მოყვება ხოლმე და სულ მემართება, რომ რატო ვწვალობ და მოწონს ძალიან. ნამდვილი რო ხარ, ეთყობა იქ უფრო. მე შევეჩვიე, იმიტომ რომ ამაში გავიზარდე, რომ ყველაფერი უნდა იყოს თითქოს სცენარის მიხედვით. და დავარცხნილი და გაპრიალებული არა. ბოლო პერიოდში დავიწყე როგორიც იყო ჩვენებები და ძალიან მოგვენატრა და ამ თემასაც მინდა შევეხო. ამ თემას აუცილებლად შევეხებით და ეს სერიოზული თემა. კითხო და როდის ვიხილავთ რამე სილამაზეს ახალ შენ ჩვენებას გეგმები მოგვიყევ. გეგმა გადმოხვდე. ხო, ერთად გავაერთიანოთ ყველაფერი. მე გეგმა საკმაოდ სერიოზულად ჩემი ყველა პერიოდის როგორც ეგრეთ წოდებული მუზები, ვისთან ერთადაც დავიწყე დამთავრებული ახალი სახეებით, ყველას პერსონალური კოსტიუმი გავუკეთო და გავაკეთო ესეთი პერსონალიზირებული ჩვენება, სადაც მოდელი იქნება ამ ისტორიის გმირი, ამ კონკრეტული პერიოდის. და მან ჩემს კარიერაში, ჩემს ცხოვრებაში, მეც რასაც პირველია მის ცხოვრებაში ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ. მეგობრობთ და მინდა რომ აი ეგრეთ წოდებული აი სამადლობელი ცოტა საღვიძელო სამით გამოვიდა ეხა, მაგრამ აი ამ პერიოდისთვის ესე იგი შენც გიხილავთო? რა თქმა უნდა, თაკო იყო 14 წლის, როცა რა ვიცი, გავიცანი და ჩემჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და იმის მერე მოვდივართ ესე მეგობრობთ, ჩემი უახლოესი მეგობარია და მასთან გადაკვეთა არის ნუ ერთი დიდი სიამოვნება. როდისთვის იგეგმება აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება რა. სერიოზულად ვუდგები, მინდა რომ რახან მე ფერწერას დავუბრუნდი, რომ გავაკეთო ამ ადამიანების პორტრეტები, რომლებიც მათ დარჩებათ, პერსონალური ტანსაცმელი, რომელიც მათ დარჩებათ და ეს იყოს ერთი ისტორიის მოყოლა და შემდეგ უკვე ვფიქრობ სერიოზულ რებრენდინგს. და მე თვითონ წავალ
როგორც დიზაინერი ჩემი კომპანიიდან. ვაიმე მე თვითონ დიზაინერი იყო შავი. ხო და ამ თემას ხო არ მიატოვებთ ხო და არა. ნახე ცოტა წრებლი მომადგა. როგორც დიზაინერი გადაინაცვლებს ისტორია. ყველა ამოდენი პრეზენტაცია დიდი სერიოზული მოდის სახლების არასდროს არ ყოფილა მოდის სფეროში. დღეს რაც ხდება ხო? ახალი დიზაინერის პრეზენტაცია ძალიან დიდი მოდის სახლებში. და ერთი კვირის წინ ჰერმესის თავარი დიზაინერი გაუშვეს, რომელიც 36 წელი მუშაობს. და შანელში რა მოხდა? შანელში, ძიორში, ბალენსიაგაში, გუჩი, ვერსაჩე, ყველა მიუგლერი ეს ისეთი საინტერესო ეპოქა დადგა რომელი ეპოქა იცით როცა აი დროთან განმავლობაში დაკარგა აი ეს კოდი ყველა ბრენდმა ხო და მოვერგეთ მარკეტინგულ კორნერებს და სანამ არ წავიკითხავდით რომელი დიზაინერი იყო ვერც ხვდებოდით ანუ ძალიან მარტივად ამრავლებდა ამ იდეებს მას მარკეტით შესაძლებლობა ჰქონდა რომ იგივე ტანსაცმელი იგივე ტონალობაში ჩაგეცვა მას მარკეტშიც ანუ ხაზი დაიკარგა და დღეს დაბრუნდა ის დრო როცა ბედა თაკომ დავიწყეთ და ყველას ჩვენი ინდივიდუალიზმი ჰქონდა ხო დამთავრდა ის პერიოდი როცა ყველა მოდელი იყო ერთი ტიპის ყველა დიზაინერი აკეთებდა ერთი ტიპის კომერციულ ტანსაცმელს კეთდებოდა ერთი ტიპის მუსიკა დაჩქარებული ფილმები ჩაუჯექით ძველ ფილმებს რამდენად გაძლებთ იმდენად ნელი მოგეჩვენებათ და აი ამ თითქოს აუჩქარებლობაში უნდა მოძებნო ის ნამდვილი ემოცია რომ შენ არ გეჩქარება ავტო მას მარკეტმა ხوار შეჭამა ცოტა ეს ბაზარი ძალიან დიდი ბრძოლები აქვს თაკო მას მარკეტი კიდე შეჭამა ისეთი ტიპის ბრენდებმა რომელიც კიდევ უფრო ხელმისაწვდომია დღევანდელი მოცემულებით ინტერნეტ პლატფორმაზე ტანსაცმლის ხარისხი აღარ ჩანს შესაბამისად გამოჩნდა ისეთი ტიპის ბრენდები რომლებიც აი რა ვიცი დაუჯერებელ საფასო პოლიტიკაში ყიდიან ტანსაცმელს და იგივე სილუეტს იგივე მოდელს და ტანსაცმელი გახდა ახში შემთხვევაში ერთჯერადი აღარ არის ის დრო რომ იცი რა არის შვილიშვილებისთვის ინახავდნენ რომელი რაღაცა აღარ ითხოვ დღეს ტანსაცმელისგან რომ აი რამდენ ხანს გამიძლებს სეზონურად არ არის ბარ გაქვთ ეს შეგრძნება რომ იშოპინგებთ მოიტანთ სახში და არაფერი არ მომიტანთ გახსნი გონია რომ აი გზაშივე დაგიძველდა სხვანაირია ხო ხო ანუ სხვანაირი მოგვეცი აი რა უნდა ვქნათ რჩევები მოგვეცი უნდა დაასვენოთ თვალი ანუ რაღაც გარკვეულ ნივთებს არ უნდა უყურებდეთ მუდმივად გარდერობში დააკვირდით რა ნივთებსაც დიდი ხანი არ იცმევთ აი ესე გემრიელად ერთი წელი შეინახეთ მინიმუმ და შემდეგ იშოპინგეთ თქვენსავე გარდერობში აღმოაჩინეთ ერთი აქ რა შევინახე ამ ყუთში რა ჩავალაგე და იქნები აღმოჩენებში ხო სტივში ჩავალაგე ვიცი დაძინებას ვეძახი ხოლმე აი რაღაცა განსაკუთრებით ზამთრის 60-ზე რომელიც თბილი არის თვალში საცემე და უფრო მეტად დასამახსოვრებელი ვამბობ ხოლმე რომ წელს დავაძინებ და მე ერთი წლის დასვენების შემდეგ ძალიან კარგი ბალტო აღმომაშრება კარგი გარდერობის შექმნას აი ეს გარდერობი რასაც უძახით რომ ყველაფერი გვაქვს აი ყველაფერი გვაქვს ყველა სეზონისთვის გამართულები რო ვართ ნუ არ გულისხმობ პატარ-პატარა დეტალებს აი რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება რომ შევქმნათ კარგი ხარისხიანი გარდერობი და არა სეზონური სამოსი რომელსაც ერთხელ ჩავიცვობ და ნახე აი გარდერობს რაც შეეხება გაჩნია სად მუშაობ გეთახმებ რა ასაკობრივ კატეგორიაში ხარ და რა ასაკობრივ კატეგორიაში აწვდის შენ ხალხ საზოგადოებას რა ნივთები უფრო გჭირდება შესაბამისად იმ ტიპის ნივთები უფრო მეტი უნდა კონდეს გარდერობში რა საქმიანობასაც ეწევი და ეს ნივთები ყოველთვის აი მაგალითად თეთრი პიჯაკი ხო
აი იქ შავი ან თეთრი ძივები გაიკეთე, ან ბროში, ან შავი აბრეშუმის ბაფთა ჩაიცვი, ან თეთრი, ან შავი კლასიკური შარვალი და შენ ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია წახვიდე ქორწილში. ამ დროს თუ შავი შარვალი გაქვს, მას აწყობ თეთრ პერანგთან, შავ როლინგთან, თეთრ პიჯაკთან, შავ პიჯაკთან. იყიდე ისეთი ტიპის ნივთები, რასაც ხშირად სხვადასხვა სახით წარმოადგენს. და ეს არის საბაზისო გარდერობი, ხო? რასაც შეგიძლია აი 5 ნივთი ჩამოგვითვალო, რაც აი აუცილებლად უნდა ქონდეს ქალს გარდერობში. აი 5 შავი პიჯაკი, თეთრი პიჯაკი, შავი შარვალი, თეთრი შარვალი და როლინგი იყო კარი. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ ტონალობაში გარდერობს როცა არჩევ ეს კაფსულა ერთმანეთს ფერთა გამაში უხდებოდეს. და დილით თუ გაპრანჭვის კი არა, ანუ ძიების ნერვი არ გაქვს, პირდაპირ მოკიდო ფერი და იცოდე რომ ესენი ერთმანეთში რო არიო და არის ფიქრო. აუცილებლად უხდება ერთმანეთს. კი ბატონო. მივხვდი, ანუ თუ გვაქვს ერთი ვიწრო შარვალი, აუცილებლად უნდა გქონდეს ერთი ფართე შარვალი. თუ გვაქვს ერთი გამოყვანილი პიჯაკი, იყოს ფართე პიჯაკიც, ხო? ანუ და აი ცრისფერი, შავი, ყავისფერი, ერთმანეთთან თეთრი, აი ესეთი საბაზისო ფერები თუ ძალიან პატარა კაფსულაზე ვაკეთებთ. ეხლა მე რომ მოვყვე, რო იცი რა არის, ღია სისფერი, ვარდისფერთან, ეს უკვე სხვა სეგმენტზე საუბარია. ეს არის უკვე ის ნივთები, რომლითაც ჩართული ვართ უკვე მოდის სფეროში, გვაქვს პრეტენზია, რომ ძალიან ვიბრანჭებით. და ნუ შეგვიძლია ვათამაშოთ ფერთა გამო. მადლობა ძალიან დიდი. ვისი ამოვნეთ და მივხვდი რომ ესე იგი უფრო ვიწრო სილუეტი არის ამ სეზონში. დავიწროვდა ძალიან. ვინც ვარჯიშობთ? ესე იგი ფორმაში უნდა ვიყოთ. მივბაძოთ ავთოს, როგორც გამოიყურება, მე გისურვებ დიდ წარმატებას და სულ მოვთვალოთ ველი ახალ პროექტს. მე დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს მომავალ სამშაბათს. დიდი მადლობა ავთოს, დიდი მადლობა თაკოს და